ის ნაწილი რომ კობახიძე თუ ბიძინიშვილი თუ დინარაძე ნერვიულობენ რომ ღარიბაშვილი პოლიტიკაში წავა, უბრალოდ ძალიან სასაცილოა ჩემი. უბრალოდ არაფერში აწერია და სხვა თუ არაფერი 5 წელი აქვს მის ჭილი. ეს ნიშნავს რომ შემდეგ არჩევნებს გამოტოვებს, იმის შემდეგ არჩევნებს გამოტოვებს და ეხლა რო დაუშვათ რომ ბიძინიშვილი ნერვიულობს რა იქნება 2032 წელს 32 წელს და აი იმისთვის ემზადება, ანუ 28-ში ხო იქნება არჩევნები, 32-ში ხო შემდეგი იქნება, ესე 32 წლისთვის ემზადება, ანუ 32 წელს რო არჩევნები იქნება, იმისთვის ემზადება. იმაზე ნერვიულობს, რომ ყარიბაშვილი რაღაცას იზამს და ადამიანი, რომელიც აი უბრალოდ პირიქით ამბობს, რომ ბიზნესმენი უყვარს. ანუ უბრალოდ არასერიოზულად გამოიყურება ეს ყველაფერი. პოლიტიკაში ყოფნის დაზღვევის თემას თქვენ გამორიცხავთ. არა უბრალოდ არანაირი კარზე ვინმეს ადარდებს ღარიბაშვილი წავით ვარა. ვერასდროს ვერ დავიჯერებ, რომ ვიღაცა ნერვიულობს ამის გამო. მათ შორის არსებული მოცემულობით რაღაც სხვა გარემო რო იყოს და ქვეყანა რო ინგრევდეს, კიდევ ვიღაცა შეიძლება რამეს იფიქრებდა, მაგრამ ამ სიტუაციაში ადამიანი, რომელიც 100%-იანი ერთგულია ბიზნესშვილის მიმართ, უბრალოდ არანაირი შანსი არ არსებობს, რომ მას რამე საფრთხეს წარმოადგენს ბიზნესშვილს. ზოგადად რო დააკვირდეთ მისივე წერილები, ზუსტად იგივე ხასიათის არის, არაფერზე ანუ შინაარს მოკლებულია, როგორც მაგალითად გახარიას გამოსვლები, როგორც ზურაბიშვილის გამოსვლები. ყველა ეს აი ბიზნესთან წასული ადამიანები უფრო შეიძლება კობახიძეს ებრძვიან და კობახიძე არ უყვართ, მაგრამ ბიზნესს არ ებრძვიან. არც ეს და არც მეორეს მაგალითად არ მოუყოლია რა ხდებოდა ბიზნესმენებთან ურთიერთობაში, რა ხდებოდა თუნდაც ერთის პრემიერობის. შეიძლება ფიქრობენ, რომ ივანიშვილთან დაპირისპირება ეს საბედისწერო შეიძლება იყოს მით უმეტეს პატიმრობაში მყოფი ადამიანისთვის და ეს რაღაც გარკვეული ტაქტიკა იყოს მისი მხრიდან. ეს ზუსტად იგივე ხელწერაა, როგორც გახარიას ზურაბაშვილის შემთხვევაში იყო, რომ აი რაღაცას ლაპარაკობ, ვითომ რაღაც უკმაყოფილო ხარ და რო კითხვა დასვა რა გინდაო ვერ უპასუხებ. აი რამდენი ვერ გაიგეთ ღარიბაშვილს რა უნდა დამწერლი. მე მგონია არაფერი არ არის სერიოზული. შეიძლება რაღაც შიდა დაპირისპირებები იყოს, შიდა ქოსური ამბები იყოს, მაგრამ ამას არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს, თუ ჩვენ რაღაც ხელისუფლების ცვლილებაზე ვსაუბრობთ და ნამდვილად პოლიტიკურ პროცესზე, თორე ეხლა შიგნით რაღაცა ვიღაცა მას არ შეუძლია დააზიანოს ხელისუფლება? რა თქმა უნდა შეუძლია, როგორც გახარიას შეეძლო და ზურაბიშვილმა არც ერთმა არ გააკეთა. უბრალოდ თუ რა წამოსადგენი ადამიანი წელშივე წელს რომ უყვარს ბიზნესმენშვილი და თქვენ დაიჯერებთ რომ ის ბიზნესმენს დააზიანებს. აი უბრალოდ აი არაფერში არ წერია რომ ჩვენ დაუშვათ რომ ღარიბაშვილი რამე სერიოზულ რაღაცას პოლიტიკურს დაიწყებს თუ რა თქმა უნდა თვითეთ არ დაავალეს რამე ითამაშა დავაკვირდეთ როცა აი რამე იქნება რამე ისეთი სიგნალი არ დამალავთ და ასე შემდეგ რომელიც მართლა ვიტყვით რომ აი ეს ბიზნესს დაარტყა პირდაპირ ბიზნესმენშვილი დაზიანდა ამით აი თუნდაც რაღაც ან ახალი სანქციების წყარო გახდება ან თუნდაც რაღაცა ბრალდების ან თუნდაც რაღაც აი კორუფციული გარიგების სადაც ბიზნესმენშვილია ჩართული და ამის მტკიცებულება დაიდება რამე ნებისმიერი თუნდაც პატარა ან დიდი მე ვილაპარაკოთ